მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის ქალაქ ვალეში სტალინის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის რეაბილიტაციას ითხოვს. აქვე არის წყალმომარაგების ოფისიც, რომლის გვერდითაც დამონტაჟებულია მრიცხველები, საიდანაც წყალი ჟონავს. ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. ეს კორპუსი ახალციხის ქალაქ ვალეში სტალინის 4 ნომერში მდებარეობს. ავარიულ შენობაში 3 ოჯახი ცხოვრობს. აქვეა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისიც. როგორც აქ მცხოვრები ლეილა არუთუნოვა გვეუბნება, რამოდენიმე წლის წინ კორპუსის რეაბილიტაციის დაპირება გაიცა, თუმცა პროექტი შეიცვალა და ამ კორპუსის ნაცვლად სხვას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია რო გაკეთდა კორპუსების, მაშინ რა გაკეთებული იყო ეს კორპუსიც, მაგრამ რატომღაც ამოიღეს ჩემი კორპუსი, იმიტომ რომ არ ცხოვრობს მერი თანამშრომელი ამ კორპუსში. ამდენი ხანია კიდევ იყო საუბარი რომ მომავალ წლიდან დავიწყებთ, ნუ გაკეთდება, მაგრამ არა. იუსტიცია გვაქვს აგერ წინ და რა ვიცი, წესით თუ გაკეთდეს ეს კორპუსი უნდა გაკეთდეს. ხო ახლა კანალიზაციაც კი არ ქონდა, 3 ოჯახმა შარშან ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ. წყალი რო შემოიყვანეს, ის წყალი ხონდა გასულიყო სადღაც. დიდი ხანია აქ არავინ მოსულა, არავის არც უკითხი არაფერი, არც გაუკეთები არაფერი. მანამ ვალეში კორპუსების რეაბილიტაცია დაიწყებოდა. მანამდე დადიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ, აქაც იყვნენ მოსული, მთლიანად გადაიღეს. უკითხე რომ შეიძლება, ანუ გააკეთებთ თქო კორპუსებს და უნდა დავიწყოთ და всё, იმის მერე არც არავინ მოსულა, არც არავის გაუკეთებია. ამავე საცხოვრებელ შენობაში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის გვერდით დამონტაჟებული წყლის მრიცხველებიდან წყალი ჟონავს, რაც ისედაც დაზიანებულ კედლებსა და იატაკს კიდევ უფრო აფუჭებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია ადგილობრივ ჯგუფს გადასცეს და ადგილზე შეამოწმებენ. ვალეში ამ კორპუსის მსგავს ბევრს ნახავთ. ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საქართველო-თურქეთის საზღვრისპირას ავტომობილო გზაზეა განლაგებული. ჩვენ ვალეში დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის თხოვნით 19 ივნისსაც ვიმყოფებოდით. ხალხი გვიყვებოდა, რომ ავარიულობის მიუხედავად იძულებულები არიან იქ ცხოვრება განაგრძონ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ არა მხოლოდ ამ ადგილობრივ თვითმმართველობას, არამედ წინა თვითმმართველობებსაც და მუდმივად სადაც კი რამე შეხება გვექნებოდა თვითმმართველობასთან, სულ თხოვდით რომ იქნება რაიმენაირად მიეხედათ. კიდევ კარგი რომ მოხდა ის სახურავების შეკეთება, წყალი მაინც აღარ ჩამოდის, თუმცა ავარიული შენობები ისევ იგივე პრობლემა არის, აქ მუდმივად გადაადგილდება დიდი ტრანსპორტი, ეგრეთ წოდებული ტრაილერები და მუდმივად ისეთ შეგრძნება გვაქვს, რომ სამბალიანი მიწისძვრა მაინც აგვაქვს ხოლმე და იმდენად ავარიულია, რომ ერთ ჯერზე ის ფასადიც კი ჩამოინგრა და ხმაურმა გაგვაღვიძა და მე რომ გამოვიხედეთ ირგვლივ არაფერი არ იყო, მადლობა ღმერთს, დანგრეული და ჩამოშლილი, მე დავაკვირდით რომ ზედამხრიდან ის ფასადი მთლიანად იყო ჩამონგრეული და კიდევ არის ნაწილები, სადაც გამოწეულია და ინგრევა. ასევე არის კორპუსები, სადაც ნაპრალები აქვს კორპუსებს და შეკეთებას საჭიროებს. რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას? უწყებაში გვეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად წესრიგდება კორპუსები. მათ შორის იგეგმება ვალეში კორპუსების რეაბილიტაციაც, თუმცა თარიღსა და კონკრეტულ კორპუსებს ვერ გვიზუსტებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი ვერსიით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. ამ თანხაში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობაც შედის. სამცხე-ჯავახეთში ერთი პირი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. უწყების ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით სულ 7 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების ვერსიით ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვას, რეალიზაციის, ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალებების მცენარის უკანონო კულტივირებას ედავებიან. დადასტურების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ანულადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის აწვევთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.